მოგესალმებით კავშირი ობიექტივი აკრძალოს პირდაპირ ეთერში მუშაობას მეგახლავარ ჟურნალისტი რუსი კომუნიკაცია. დღეს გადაცემის სტუმრები არიან ჩემი გიორგი ბერეჟიანი, დამოუკიდებელი ბლოგერი, ასევე მომავალი თეოლოგი გიორგი ტიგანაშვილი. მოგესალმებით ბატონებო, გიორგი არის სკანდალური ბლოგერი, ასე ვთქვათ. დღეს ძალიან საინტერესო თემაზე გვექნება საუბარი და მე იმედი მაქვს, რომ არც მსმენელები, არც სტუმრები არ გადავწდებით ზღვარს. გიორგი, მოდით ვიდრე დავიწყებთ საერთოდ თემის განხილვას, ყველაზე საკითხული არა აქვს შენი ბლოგი. მე საკუთარ თავში რაღაცის ძიებებმა ვიგიყვანა ისტორიის განხილვამდე. მოვყვეთ მსმენელს ამაყურებელს, რაზეა საუბარი ჯერ და შემდეგ გავაგრძელოთ დისკუსია. ხო, გამარჯობათ. ესე იგი, მე ახლა რასაც ვიტყვი, ხო, ეს ყველაფერი გამომდინარეობს ჩემი თანდაყოლ ნიშან-თვისებებიდან. მე მინდა ვთქვა ის შეგრძნებები, რაშიც იწვევს ჩემში ესა თუ ის მოვლენა. ესე იგი, ჩემი ღმარწმენით ადამიანი, რომელიც ცხოვრობს წარსულით, მას მომავალი არ გააჩნია. მე მიმაჩნია, რომ ჩვენი ქართველი ერი ცხოვრობს წარსულის საეჭვო დიდების შარავანდედით. ესე იგი, ვამაყობთ იმით, რაც რეალურად საამაყო არ არის. ეხლა უფრო კარგად რომ მივხვდეთ, უფრო დაწვრილებით აგიხსნით რა. ბავშვობაში მახსოვს, რომ უქარქაშო ხულები რო წავიკითხე, სულ ვამაყობდით იმით, რომ აი ჩვენ რა დიდებული წარსული ქონდა, თუ გახსოვთ 300 სიქველი არის ჩამოთვლილი იქ და 309 სირცხვილი. ხა სირცხვილებზე ლაპარაკს არ დავიწყებ, ნუ გასაგებია ხა საშინელი სირცხვილები ქონდა, მაგრამ ხა მინდა რამდენიმე სიქველეზე გელაპარაკოთ რა. ესე იგი, ყველაზე ესე სხვილ სიქველებს ამოვარჩევ და გეტყვით ჩემ პირად შეგრძნებებს. რას ვძნობ ამ სიქველებზე. თავის დროზე მეც ვამაყობთ იმაგითი. ესე იგი, არ მახსოვს, რომ რაღაც სუფრაზე ლაპარაკის დროს არ გვიხსენებენ ეს ჩვენი საამაყო წარსული. და მე მგონია, რომ საერთოდ სიამაყე ცუდთვისებაა. მით უმეტეს წარსულით რაღაც ისტორიის ბურუში გახვეული რაღაც საეჭვო დიდებებით. ხა უფრო კონკრეტულად გეტყვით. აი მაგალითად ერთ-ერთი ჩვენი სიქველი გახავთ ის, რომ მე-12 საუკუნეში მხოლოდ ქართველებს შეეძლოთ უფლება შესულიყო იერუსალემში გაშლილი დროშებით. და ეს ითვლება ჩვენს სიქველით და რეალურად რა იყო იერუსალემი? ევროპის ავაზაკებმა დაიპყრეს ქალაქი რაღაცა საეჭვო მიზნებით, გაანთავისუფლეს ქრისტეს საფლავი, ვითომ ქრისტეს საფლავი ზანთხოვდა განთავისუფლებას. თან იმ ფასად, რა ფასადაც ეს დაждდა. თელ მუსლიმან მოსახლეობას ყელები გამოჭრეს, შექმნეს პატარა ჯუჯა სახელმწიფო, ქალაქის სახელმწიფო, რომელმაც 80 წელი არსება როგორც კომუნისტური იმპერია. და ამ ჯუჯა სახელმწიფოში ჩვენი მეომრები ამაყად შედიოდნენ ვიზის გარეშე გაშლილი დროშებით. და ამით ვამაყობთ. დაახლოებით ჩემს ეს იგივეა, რომ გერმანიის დაპყრობით რომელიმე ქალაქში რომ შეგვეძლოს შესვლა დროშებით, შეგძლებოდა. ანუ შენ ძირითადად ხარ ძალადობის წინააღმდეგი თუნდაც ქრისტეს სახელით. რა საკვირველია? ესე იგი, მე ჩემ თავს ხედავ მხოლოდ იმაში, რა. ესე იგი, ჩემთვის ყველაფერი იწყება ადამიანის სამართლით და ადამიანის უფლებებით. სახელმწიფო ჩემთვის არის ყოველთვის ძალადობის იარაღი. ყოველ შემთხვევაში ესე იყო ყოველთვის. ეხლა შეიძლება იმას ეწყინოს, მაგრამ მე არ ვამაყობ მაგალითად ხელმწიფე დავით აღმაშენებელით და მაგის მიღწევებით, რაც გამოიხატება ვითომ უზარმაზარი იმპერიის ნიკოპისიდან დარუბანდამდე რო შექმნა. ეს იყო ერთი პაწაწუნა იმპერია, რომელიც 60-ჯერ ნაკლები იყო თავის სიდიდით, ვიდრე მონღოლების შექმნილი იმპერია, უტიგნური მონღოლების მიერ შექმნილი. ამაში მე საამაყოს ვერაფერს ვერ ხედავ. ჩემს მაგალითად უფრო საამაყო არის ერეკლე მეორე, რომელსაც არაფერი იმპერია არ შეუქმნია და ვიღაცების გაგებით, ვითომ გეორგიევის ტრაქტატით საქართველოს დააღუპა. მე თუ ფიქრობ, ჩემი აზრით გადაარჩინა. აი დავით აღმაშენებელით ვამაყობ. აი იმითი რომ ის ადამიანი თავის ცხოვრებაში მიუხვდა თავის შეცდომებს, დაწერა გალობანი სინანულის და დაიბარა რომ დამარხეთ ისე რომ ყველამ ფეხი დამადგასო. აი მან მიაღწია თავის ცხოვრებაში იმას, რომ დაამარცხა თავის თავში ამ პარტავნობა. და საერთოდ მიმაჩნია არასწორად, რომ ხელმწიფეებით და ხელისუფლებით ამაყობა. ეს კარგი არაფერი არ მოაქვს. ეს ერთი სიქველი. ეხა მეორე სიქველეს განვიხილავ რა. და მე გიორგის გადავცე სიტყვა. თუ გახსოვთ ესეთი სიქველი ქონდა ჩვენ ერთი. სომხებმა თურქებმა 10,000 სომეხს ყელი გამოჭრეს და მერე თამარ მეფე აგზავნის დავით სოსლანს
რომ ერთმორწმუნე სომხებზე ესე შურიძიოს. მიდის ეს ჯარი და რამაზანის დღესასწაულზე 10000 თულით გამოუჭრეს ყელი. და ეს ყოფილა საამაყო. და თუ ქრისტიანები ვარ და როგორც ესე იძახიან, ერთიანი ქრისტიანი მართლმადიდებელი ვიყავით როდისმე, ხო? მე თუ მკითხავ, არადოს არ ყოფილვართ ქრისტიანები და მართლმადიდებლები. რეალურად ყოველთვის შორს ვიყავით ქრისტესაგან. ამაში საამაყო რა არის? ეს ამაყო სირცხვილია. და ჩვენ ამით ვამაყობთ. ვამაყობთ ჩვენ იმით, რომ გიორგი მე-12 ჩავიდა ავღანეთში და ავღანელები მიროესმა მოაწყო აჯანყება სპარსელების წინააღმდეგ. სპარსელები იყვნენ ჩვენი დაუძინებელი მტრები და შევდიოდით ჩვენ სპარსეთის იმპერიაში. დაახლოებით იგივე ახლა ჩეჩნები რო რუსეთს აჯანყებოდნენ და ქართველები წასულიყვნენ ჩეჩნები ჩაიხშოთ სისხლში. მიროესმა დაამარცხა სპარსელები. ამ დროს ჩადის გიორგი მე-12 60,000-იანი ჯარით დამარცხებული სპარსელების ხარდასაჭერად და მიროეს აჯანყებას ახშობს სისხლში. ეს ახლა სიკველია, ამით მე ვიამაყოთ. გიორგი, მე მინდა მეორე გიორგისთან გადავიდე კითხვით, ეცი რა არის, მე მესმის გიორგის განწყობა სულთა ადამიანური, მაგრამ უგულველყო სახელმწიფო, უგულველყო რეალური ცხოვრება და აი ეს ყველაფერი რამდენად ჯდება ზოგადად. უპირველეს ყოვლისა, მადლობას მოგახსენებთ სტუდიაში მოწვევისათვის და მე ხლა გიორგის ვიცნობ, ჩვენ გქონია ამა თუ იმ საჭიროებო ისტორიულად მნიშვნელოვან თემატიკაზე საუბარი და ჯობა იმას აქვს თავისი კერძო სუბიექტური აზრი თითოეულ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. Ფიქრობ, რომ მეტწილად ტენდენციურია და მას ჩვევია ზოგადად იმპულსური განცხადებების გაკეთება, ეს მისი სტილია, ეს მისი ინდივიდუალიზმია ზოგადად და ჩვენ ამას რა თქმა უნდა პატივისცემით უნდა მოვეკიდოთ, თუმცა მე რამდენიმე კორექტივს შევიტან მის ნათქვამში. დამელოდოს ზანელი. პირველ რიგში იმას, რომ ერთმორწმუნე ჩვენ და სომხეთი 608 წლის შემდეგ აღარ ვართ, რაც დიდი განხეთქილება მოხდა კავკასიაში რელიგიური თვალსაზრისით. მეორე ის, რომ მე თქვენს ნაზრებში უფრო მეტად ნიჰილისტურ, პაციფისტურ განწყობასაც ხედავ, რომ თითქოს და ისე გამოდის, რომ თავდაცვითი ომის წარმოებაც კი მაშინ ჩვენ ანტიქრისტიანულ მოქმედებად შეიძლება ვიღაცამ ჩაგვითვალოს, რაც არასწორია. როდესაც ჩვენ ვომობდით, ჩვენ ვიცავდით ბრძოლისას საკუთარ შვილებს, ჩვენს მემკვიდრეობას, ჩვენს ოჯახს, ჩვენს ეკლესიას, ეს რა თქმა უნდა იყო სათნოება, გმირობა, ეს სულის ღონედან მომდინარე ასე ვთქვათ, ძალა გახლდათ და არა რაღაც ამბიციები. იშვიათი შემთხვევა იყო, რომ საქართველოს ისტორიის სარბიელზე დაპყრობითი ომები გვეწარმოებინოს ჩვენ. აი ამით ვართ უნიკალური და გამორჩეული ორი, რომ მსოფლიოში დაახლოებით 17000 ბრძოლა აქვს ისტორიკოსებს აღნუსხული და აქედან 6000-მდე მოდის ამ პატარა საქართველოზე. და ამ 6000-დან ალბათ 5800 იყო თავდაცვითი ხასიათის. და თამარის ეპოქაში მე რაც ყველაზე მტკივნეულად შეიძლება აღვიქვა, ეს გახლავთ ის, რომ იმ პერიოდისათვის მეტად დასუსტებული იყო სპარსეთი და თამარს შეეძლო, რომ იქ საღვთისმეტყველო მისიონერული მოღვაწეობა, ასე ვთქვათ, მოძრაობაში მოეყვანა სპარსეთის ტერიტორიაზე და ჩვენ გაგვეგზავნა ჩვენი მსჯულის მეცნიერები და ქრისტიანობა შესაძლებელი იყო, რომ გავრცელებულიყო იმ ტერიტორიებზე, სადაც ისლამი მეტად მოწინავე რიგებში იყო. და ამ გადასახედიდან რასაკვირველია, იოლია ასე მსჯელობა და ჩვენ ახლა კომფორტულ პოზიციაში ვართ, რომ საუკუნეების შემდეგ ვაფასებთ და ვსჯით, მაგრამ თუ კი შეიძლება რაიმე გულისწყრომით ბრჭყალებში თამარის ეპოქის მისამართით ადამიანმა გამოთქვას მხოლოდ ამ ასპექტში, რომ ჩვენ შეგვეძლო უფრო მეტად ქრისტიანობის მიმოფენა და გავრცელება ამა თუ იმ ტერიტორიაზე. კარგი, სმენელი შემოუშვათ გიორგი და გავაგრძელოთ შემდეგ საუბარი. გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ, მოგესალმებით. ალო. მოგესალმებით. გამარჯვებათ. ძალიან გული მტკივა, რომ აი ეს ეთერი ობიექტივი იქცა ძალიან ბინძურ რადიოთ რა. აი ასეთი ნაგავი, ასეთი ბინძური ხალხი, რატომ კი
კი, ყველას აქვს უფლება, მაგრამ შეურაცხყოფას ნუ მივაყენებ, თუ შეიძლება რა. თვითონ გვაძლევს შეურაცხყოფას, კაცო. თვითონ ამდენი თითქოს ისტორია, ესე იგი სააკაშვილიდან უნდა დაიწყოს, ესე იგი 2, 5, 7, 8 წლიდან უნდა დაიწყოს ყველაფერი და არა წარსული დაიწყოს, როგორც შეიძლება წარსული ასეთი წარსული. აი, ეს უკვე მომწონს თქვენი პოზიცია და გიორგის ნაზრევს ეწინააღმდეგებით, მაგრამ არ შეიძლება, იცით რა, ესე ბინძური, ასეთი სიტყვებით. მე უბრალოდ შემიძლია ერთი ხელისმოსმით გავთიშო თქვენი ზარი, თუნდაც იმიტომ რომ სტუმარ შეურაცხყოფას აყენებ. მას აქვს, ეს გიორგი ბერეჟიანი არის საინტერესო იმით, რომ არის სკანდალური ბლოგერი და არ ჯდება არანაირ ჭარჭულში. დიახ. სკანდალური კეროვნება ეს ჰომოსექსუალისტებთან ჩადგეს და ილაპარაკოს და ქართულ ენს ნუ მოუწოდებს ისეთ საზღვრებს. გამოხატეთ თქვენი გულისწყრომა, მაგრამ არა პიროვნული შეურაცხყოფის გულისამრევია. ბერეჟიანი ვიცი ნაბეჭდი. კარგი, დიდი მადლობა. გისმენთ გიორგი. გაღიზიანება აშკარაა, ალბათ. არანაირად არ ვამაყობ. წარსულს ერთ სიამაყე თვითვისებაა და ამით ვერან ვერ შემეჯიბრება მე საქართველოს სიყვარულში რა. და არსად არ წერია, მაგრამ წარსულით იამაყებს. ერთ სიამაყე თვითვისება ილია მეომრებას თქვა ერთხელ რა. არ მჭირდება მე რომ ვიამაყო. დავით აღმაშენებელის გიორგი, დაწმებული ხარო ის ხედვები, რაც საზოგადოების გაღიზიანებას იწევს. მე არ მეგონა ეს გაღიზიანებდა, იცი რა. მაშინ არგუმენტებად მელაპარაკონ რა. გიორგი, არგუმენტებით გითხრა და რამოდენიმე შეცდომაზეც მიგითითა. კი, მომისნე, მაშინ ახლა კიდე ერთ შეკითხვას დავსვამ რა. ესე იგი, მე ვიზახი კონკრეტულად. გიორგი სიქველე, რასაც ქვია და აი რაც მომიაზე თქვი ახლა იერუსალიმზე. მაგაში საამაყო რამეს ხედავ შენა? საამაყოა მითხარ იმ ბინძურ ქვეყანაში შედიხარ დროში. ცხენზე ამხედრებულები გაშლილ დროში შევდიოდით იერუსალიმში, არაფრით არ არის ასე ვთქვათ საამაყო, მაგრამ ის რომ უსჯულოთაგან განთავისუფლა მაცხოვრის საფლავი და მართლმადიდებელი ერისხელში გადმოვიდა, აი სწორედ ეს არის უბრალოდ სასიამოვნო გასახსენებელი. ეს ადამიანურმა ბუნებამ გააბინძურა შემდეგ რაღაც ეს უკვე სხვა რამეა. მართლმადიდებლები? არა, ავაზაკები, არა, ჩვენ თუ დაუშვათ ლათინო პაპის თუ კათოლიკურ სამყაროს გულისხმობთ ურბან მეორის რომის პაპის 1094 წელს, რომელმაც მოუწოდა რომ ქრისტეს სახელი დაპყრობითი ომები ეწარმოებინა და ვითომდა იერუსალიმის დახსნის მოტივით, ეს რა თქმა უნდა არასწორი იყო, მაგრამ მათ რომ ჩვენ შემდეგ დავასწარით და მათი დაწყებული საქმე რომ მართლაც იმ ჭეშმარიტი ასე ვთქვათ ქრისტიანული სულისკვეთებით სრულყავით და დავიბრუნეთ ასე ვთქვათ ჩვენს ქრისტიანულ მფლობელობაში ეს არეალი რა თქმა უნდა ეს მისასალმებელია და წარმატებად უნდა ჩაითვალოს არა უშუალოდ ცხენზე ამხედრებით შესვლა არამედ ის რომ ჩვენს მფლობელობაში იყო ეს ტაძარი საამაყო კი არა სასიხარულო ეს ცოტა საჩოთირო სიტყვაა ბოდიშვიხტი ამ გამოთქმისთვის და უგუნურად ქედმაღალი და დამღუპველად ტრაბახა ქრისტიანი რა თქმა უნდა არ უნდა იყოს მაგრამ წარსული მკვიდრი საფუძველი აწმყოსი როგორც აწყო მომავლის ამბობს წმინდა ილია მართალი ეს რას ნიშნავს რომ წარსული გამოცდილება აწმყოში უნდა გაიაზროს სწორი დასკვნები და ანალიზი გამოიტანო აღიარო ის შეცდომები თავმდაბლობით რაც იქნება დიდი სიბრძნე და გარანტი იმისა რომ მომავალში უწინდელ შეცდომებს არ გაიმეორებ და შვილმა უნდა იცოდეს მამა სად წაფორთხიალ და სად მოწოდების სიმაღლეზე იყო და ამ კვალზე უნდა განაგრძოს სულა და რაც მან დააკლო ეს ილიასეული პათოსია და არა ჩემი შვილმა უნდა სრულყოს და ასე ვთქვათ განასრულოს გასაგებია ზარი შემოვშოთ გიორგი და მე გაძლევ სიტყვას რომ ფართოდ თქვა შენი მოსაზრება იმიტომ რომ მაყურებელიც მეც და როგორც ჩანს გიორგიც ოპონირებას გიწევთ ყველა შენს წინააღმდეგ ვართ როგორც ჩანს გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ აი ხა ის ჟურნალისტი მოგმართავ აი სახელის დამაიწყდა თქვენი ისე ვღერავ როსი კომუნიკაცია მიგრანტებით ხო დიახ გისმენთ აი ქალბატონო რა მიზანს ემსახურება ეხლა აი ამ კაცის არ გამითიშოთ არა არ გითიშავთ არაფერი ქალბატონო ამ კაცს არა ნუ უძახით მასაა განსხვავებული აზრი განსხვავებული ხედვა არსებობს განსხვავებული არ არის მომისმინეთ ეხლა ერთი თუთი ეს განსხვავებული აზრი არ არის ვაფურთხებს უყურას ჩვენ ისტორიას და ყველაფერს. როგორ შეიძლება ეგეთი რაღაცეები გათო? რას ემსახურება? აი ჩვენ ახლა და უთხრათ გიორგის ყველამ ერთად რომ არ ახარ სწორი ქალბატონო. მოდით მე გადავწყვეტ რა უნდა გავაკეთო გადაცემაში. ყავს გენაცვალე იმდენი მტერი ეხლა ისინი გავახაროთ და კიდევ სულ ყველამ რაღაცაში იმას გვიქნას
ვითხაროთ, ყველა ჩვენ წინააღმდეგია, ჩვენი ისტორიის და ყველაფერი წაგვართვეს და ეს ვინ არის ვიგინგარა? კარგი, დაწყოთ. აი გიორგი, ხა და ეც რაღაცა ადამიანების თამოყარებაზე მოქმედებ ამით. აი ჩემ თამოყარებაზე არანაირად არ მოქმედეს, მაგალითად მე ჩემს ახლა ყველაზე მაგარი ადამიანი არის ჩემი პატრიარქი და ბიძახი 99%-ით ვენდობი. მაგრამ მე შემიძლია ის 1% დაუშვებით, რომ ადამიანი იყო და შეიძლება რამე შეშლოდა რა. შეეშალოს, თქვათ, ამას არავინ არ ამბობს, იცი როგორი რაღაცა. რა უბედურება ეს? შენ გინდა რომ ყველაფერს ხაზი გადაუსვა ისტორიას რაღაცნაირად და ხარო იძულების მომენტი არა მე ვამაყობ იმ დავით აღმაშენებელი ხარ გააკეთო თუნდაც ის ომი დაუშვათ. იძულების მომენტი შენ უარყოფს აი კარგი ახლა მაშინ უარეს გეტყვით კიდე უფრო მაგარი და შემეკამათეთ რა დიდგორის ომი ხო მაგარი ომი იყო დიდგორი კი ბატონო მე რა ისა 1-9-დან იყო ხო მოწინამდე და გავიმარჯვეთ რა უზარმაზარი არმია დავამარცხეთ და გამარჯვებულები ვართ და მე ადგა გამარჯვებული არმია და ყველა ტყვეებს დააჭრა ყელები და გამოირკვა მე გავარკვიე თურმე საქართველოს ოდითგან მეკონიათ ქართველებს წესად რომ სამხედრო ტყვეებს ყელებს აჭრიდნენ ეხლა მაინტერესებს ერთი რომელ ქრისტიანობაში დება ეს და მე ხა ესე მიმაჩნია აი დღეს რო შენ ტყვეს ყელს გამოჭრი ხვალ ნუელოდები შენ ღმერთისგან რამე სიკეთეს რა და მე მიმაჩნია რომ საუკუნეების განმავლობაში ჩვენ არასწორად ცხოვრობდით არასოდეს არ ვიყავით რეალურად 10 ქრისტიანები არ გვიცხოვრია ჭეშმარიტები იძულების მომენტი გიორგი რატო გამოიცხავა ტყვეების ხოცვა იძულების მომენტია არა ტყვეების ხოცვაზე არ ვიცი ის რაც შენი და კიდე ხა გიორგიცა მაინტერესებს ესე შეკითხვა მაქვს რა აი იმ პერიოდში ეკლესია აი თუნდაც დავით სოსანი რო გააგზავნა თამარ მეფემ იმისთვის კი არა რომ ეგ რაღაც მესიანურებისთვის ყელები დასაჭირა და დამამთავრებინე ეკლესია ხო გამოვიდა და პატრიარქმა დამოძღვრა და გააგზავნა შური საძიებლად რომ წადით და გამოჭერთ ყელი იქ 10000 მუსულმანს მე მაინტერესებს წყარო ამის ეს ერთი მაინტერესებს წყარო იმიტომ რომ მსგავსი რამე არსად არ შემხოდრია რომ ტყვეებს და ძევლად აყვანილ ხალხს ქართულ ტრადიციაში თურმე ყელს აჭერდნენ ასეთი რამ არსად არ წამიკითხავს ნამდვილად არ ვიცი შეიძლება მე არ მიმიწვდებოდა ხელი და ამის გამო არ ხდება ახლა ხდება იგი არა დღევანდელობა სხვა თემაა რაც შეეხება იმას რომ ჩვენ არ ვიყავით ქრისტიანები ამაზეც უნდა შეგედაოთ და რატომ ახლა საქართველო არის ერთადერთი სახელმწიფო მართლა უბრალოდ ეს ფაქტია ამას არ ვამბობ თავმომწონეობით და ასე ვთქვათ რაღაცა ამპარტავნებით მე ერთ-ერთი რაღაც რიგითი წარმომადგენელი ვარ საქართველოს ისე როგორც თქვენ რა ერთადერთი სახელმწიფოა სადაც ერეტიკოსები არასოდეს არ არსებობდნენ ისტორიის მანძილზე აი მაგალითად ხატმებრძოლების ერესი რომელსაც მთელი ბიზანტია მოიცვა და სლავურ სამყაროშიც იყო პერიოდი როდესაც ამ თემით ასე ვთქვათ სამეფო კარიც კი იყო დაკავებული და ერესი ანუ გადახრა სარწმუნოებრივი არსებობდა საქართველოში მსგავსი რამ არ ყოფილა არასოდეს ერთადერთი სახელმწიფო იყო რომელმაც ჭეშმარიტი სჯული ქრისტეს მიერი მოციქულთა ნაანდერძევის სწავლება შეინარჩუნა უცვალებლად ანუ კი არ დახვეწა ნოვატორული იდეები და მისი მოდერნიზაცია კი არ მოახდინა რადგან სარწმუნოება დროში განუსაზღვრელი იყო ზოგადად და ასეა რა თქმა უნდა ცოცხალი ორგანიზმია ეკლესია შეიძლება არქიტექტურა დაიხვეწოს გარეგნული ფორმა სტრუქტურულად ჩამოყალიბდეს განვითარდეს მაგრამ არსობრივად შინაგანდის არ იცვლება და ასეთი ფაქტები, რასაც ახლა თქვენ ამბობთ, ჩემთვის უცნობია პირადად. თუ ასეა, რა თქმა უნდა, ეს სირცხვილია, დასანანია და მოსანანიებელია. არ მეთანხმები იმაში, რომ მაგრამ დავითი იყო ერთგვარად ჰუმანური მეფეც კი. გამომდინარე იქიდან, რომ მან კათოლიკოს ფაქტობრივად პრემიერ-მინისტრის ფუნქციები მისცა და ეს ნიშნავდა იმას, რომ ეკლესია ერთგვარად მონიტორინგს ახორციელებდა როგორც სამეფო კარზე, ისე საზოგადოებაში. რეაბილიტაციის საშუალებები ეძლეოდათ დამნაშავეებს და თავებს კი აღარ აჭერდნენ. სიკვდილით დაჯდა საქართველოში მაშინ იყო, მაგრამ დავითის დროს შეეძლოთ ადამიანებს, რომ საკუთარი, ასე ვთქვათ, რაღაცა წუხილით, სინანულით, სულიერი განცდით გამოესყიდათ ცოდვა. ოღონ არა ინდულგენციით, როგორც ლათინურ სამყაროში იყო, სასყიდლით კი არა. რეალური გულისმიერი განცდით. მე ლაპარაკობ იმ ცუდზე, რასაც მე ვხედავ. კი, რაც ბატონო, მაგრამ ჩემი აზრით ეს ცუდი. ქრისტიანები არასოდეს ვიყავით, ეგ არ თქვათ მეორედ. ჩვენ როდისმე ვიყავით ერთიანი მართლმადიდებელი ქართველი. აი სწორედ თუ ვიყავით, აი როგორ დღეს ვართ, ისე ვიყავით მაშინ დღეს ვარ.
არა, დღეს მაშინ ვიყავით, ფიქრო? მაშინ დავითის და თამარის ეპოქაში ყველაზე მეტად ვიყავით, თუ კი ოდესმე ვიყავით. თუ ასეა. მაგრამ არასოდეს არ ყოფილვარ, თუ ასე არ არის. პირდაპირ ეთერში ხარ ძალიან გთხოვთ შეურაცხყოფილი ის გარეშე თუ არ მოგწონთ გადაცემა უბრალოდ გადართეთ და ნუ გისმენთ. გისმენთ. გამარჯობა. მოგესალმებით. ჩვენი ნაცნობი ალბათონო რუსიკო თქვენთან მაგ შეკითხვა თუ შეიძლება. კი, კითხვა რატო მოვიწვიე გადაცემაში? ამ ეტაპზე ჩემთან მოდის გაღიზიანება, გისმენთ. თქვენთან შეიძლება შეკითხვა თუ კი, გისმენთ. და აი ერთი გვაინტერესებს და საზოგადოებას აუხსნათ, რის მიხედვით არჩევთ სტუმრებს? თუ შეიძლება ეს ამიხსნათ. რამდენჯერ შეიძლება ერთი და იგივე გამღიზიანებელი საზოგადოებისთვის გამღიზიანებელი მოიყვანოთ იმაში გადაცემაში. შემოკარგო გადაცემის მოსმენა თუ არ გინდათ არ გსურთ მოусმენთ გადაცემას. მოусმენთ გადაცემას და დამთავრდება ამით რა. არა, მე რის მიხედვით კარგი, დიდი მადლობა. მე რის მიხედვით ვარჩევ თემატურად. ვარჩევ საინტერესოა ძალიან. გისმენ გიორგი. გაუძელით რა ხალხო არ შეიძლება ესეთ განსხვავებულ აზრსაც ესეთი აგრესიით შეხვდეთ რა მართლა არ შეიძლება განსხვავებული თემა ძალიან კარგი რომ მოვიყვანე მე ძალიან მინდა რომ ნებისმიერ თქვენთან კავშირში დავინახოთ თუნდაც ესეთი რასაც საუბრობს და ჩემთვის მიუღებელ თემებზეც კი გქონდეთ საკუთარი აზრი ოღონდ ეს გამოხატოთ რაღაცა დილობის ფორმაში ჩარჩოში აი თუნდაც ეს ვისწავლოთ ამ გადაცემით მეტი არაფერი ურთიერთობის რაღაც ხელოვნებაა ხო ელემენტარულად გისმენ გიორგი ესე იგი წინვალი ეს იყო ვაშკაცი და მაგარი მეფე იყო გიორგი მე-12 და ჩავიდან ავღანეთში და სხვათა შორის ავღანელებმა თქვეს რომ სპარსელები ჩვენთან არიან ცხოვრებიო და ჩვენ აღმოვჩით ქართველების წინაშე ცხოვრებიო. ესე იგი ქართველებს ეს თვისება გაგვაჩნია რა, ესე იგი როცა ვიღაცისთვის ვომობ, ძალიან ვიცით თავის გამოდება. ესე იგი აბსოლუტურად არასწორი სამარცხვინო საქციელი გააკეთეს. მე რიგ ჩავიდნენ. მეციხონები დააყენეს, აიღეს ქალაქები, რიგი ქალაქები მიყვნენ და მე როგორც ქალაქები დატოვეს, ამ ავღანელებმა ქართველი მეციხონებს ცოცხლა ტყავი გააძლეს. ბრუნდება გიორგი მე-12 და ამათ აძრობს მე ტყავს. ეხლა მითხარი რანაირი ქრისტიანული საქციელია ეს ხა. ქრისტე რას გვეუბნება? შენი ცხოვრება სწორად, ხო? ესე იგი თუ შენ ოპონენტის საზიზღარის საქციელი არ შეიძლება იყოს გამამართლებელი შენი უსაზიზღარის საქცieლის. ქრისტიანმა იგი არ უნდა გააკეთო. კი ის, იმან გააძრო ტყავი შენი მეუბარ. შენ მოდიხარ იმას ტყავს აძრო. და ამას რო ვკითხულობდი მე ისტორიაში, ხო? ესეც სიკვდილში შედის რა. და მე მიმაში რომ არ არის მათ საამაყო. გიორგი, იცი რა მაინტერესებს? აი ამ ყველაფერს რო იხსენებ, აკეთებ შენ დასკვნას. რა გინდა ამით უთხრა საზოგადოებას? ვერ გაიგო საზოგადოება. საზოგადოება ღიზიანდება, შემოეხლა ზარი, ყველა მეც გამლანძღავს შენ. მიზანი რა მაგეთქვი? მიზანი რას გეტყვით, რას თავად? რა გინდა ამით თქვა? სანამ გერმანელებმა თავის სახელი არ დაარქვეს იმას, რაც დაემართათ 30-იან და 40-იან წლებში, იქამდე არ ეშველათ. სანამ ჩვენ არ მოვეშვებით წარსულის დიდ საეჭვო დიდების შარამადელის ცხოვრებას არ ვიცხოვროთ ისე როგორც დაგვიბარა ქრისტემ დღევანდელით მე მაგათად გუშინელი არ მაინტერესებს რა ჩემი ცუდი გამოცდილებები სხვის ცუდი რაღაცები ისტორიას ყველაფერი მაინტერესებს გითხულობ მაგრამ არაფრით არ ვამაყობ რა დღევანდელ ცხოვრობ რა სანამ ჩვენ არ მოვეშვებით წარსულში ყურებას არ ვიცხოვრობთ დღევანდელი დღით სხვათა შორის იმასაც უნდა მოვეშვათ კიდე ოცნებობას და ოცნებას არ არის სწორი არა მართლმადიდებლურია უნდა ვიცხოვროთ დღევანდელით დღეს ჩვენ თუ ვიცხოვრებ სწორად ქართველი ერი ხვალინდელზე უფალი იზრუნებს ყველაფერი გვექნება კარგად ხვალ და მე ვფიქრობ რომ სანამ თავის სახელი არ დაერქმება ყველაფერს სანამ თავის სახელი არ დაერქმება აი ყველა საეჭვო რაღაც შარავანდედებს რატო უნდა ვიამაყო გამაგებინეთ ერთი მე საამაყოდ ვაჟაფშავი უნდა ყოფნით მაგალითად სავსებით რა და ქეთევან წამებული ყოფნით და რატო უნდა ვიამაყო ხელმწიფეებით მეფეებით რაღაც ნუ მე კარგი, შემოუშვა ძარი თუ შეიძლება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მსმენელია. გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა ხალხო და მოგესალმებით. თქვენ სტუმრებს ვესალმები. დიდი მადლობა ხმაზე გწნობ და მე მგონი თქვენც არ ახართ ჩემზე გაბრაზებული ყოველთვის რაღაც. არა, მე ხო ყოველთვის გახებ თქვენ. საინტერესო სტუმრები ხავთ ყოველთვის. დიდი მადლობა, დიდი ვიცი ხმაზე გწნობ. ხო, არა, როგორ ვეკადრებოს. მე ბატონ გიორგის შეკითხვა. აჰა. ესე იგი ბატონ გიორგი, თქვენ აი სიმართლეს რო ამბობთ, ამით იმასაც ხო არ უშავთ ხარ საერთოდ ადამიანის რაობას რა არის ადამიანი, მარტო ქართველი კი არა საერთოდ. გაიხარეთ კითხვისთვის.
დიდი მადლობა, უბრალოდ მინდა ვთქვა, ეს ადამიანი ყოველ ვცნობ, არასოდეს არ გავუკრიტიკები ვარ, გადაცემაში პირიქით ყოველთვის მამხნევებს ხოლმე და აი ასე შეგვიძლია რა ქართველებს თუნდაც ყველაზე ცუდ თემაზე, ყველაზე მიუღებელ თემაზე ვისაუბროთ და არ დავიწყოთ ერთმანეთის ლანძღვა. დამიჯერეთ საკუთარ ზურებს გამოვაწრთობთ ასე. გისმენ გიორგი. დიდი მადლობა თქვენ. ესე იგი მაგითხრა ზუსტად ის რის ძიებაშიც თავად ხარ და რატო ცდილობ ამოქეკვა ესე იცი რა ცოტა უხეში ფორმებით აკეთებ ამ ყველაფერს და ალბათ ეს არის განაზიანების მომენტი. შევესებ უფრო ვილათა თქვა რა. ჩემი საკუთარი გამოცდილებიდან მე ესე დავადგინე. არის რაღაცა პერიოდი ადამიანის ცხოვრებაში რომ ის ქვებს ისვრე, ანუ ცოდვებს თესავდა. მე უნდა ეს ქვები მოაგროვო, ყველაფერი გადახარშო, დაარქვა ცხოვრების გამოცდილება, დაარქვა ყველაფერს თავის სახელი და კონდეს იმის უნარი, რომ აღიარო. მე მაგალითად არ მიჭირს, რომ თქვა, რომ აი მე დიდი ხნის წინ იდიოტი ვიყავი, რომ ავტომატით დარვუვდი მეთქი და ეხლა შემიძლია ვაღიარო და თვით ირონიზმი უნდა კონდეს ადამიანს უნარი. ესევე მე შემიძლია თქვა, რომ აი ჩემი წინაპარი აი ამ საქციელში იყო არასწორი. აი ამ საქციელში სწორი. მე ესე მგონია, რომ ყველაფერს თავის სახელი უნდა დაერქვას და არ შეიძლება ადამიანმა რაღაცა ყალბი ფასეულობებით იცხოვრო. არ არის ჩემთვის ფასეული ახლა. მთელი ცხოვრება ფასეული იყო, მაგრამ დღეს არ არის ფასეული და ვერაფერს ფასეულს ვერ ხედავ. კი რაღაც დადებითი მომენტები იყო, ჯვრის მონასტერი, გეთანხმები, ხო, მაგრამ თვითონ ეს მომენტი რომ მე ვიამაყო იმით რომ სიძღზე აშენებული რაღაც ჯუჯა სახელმწიფოში შევდიოდი დროში და საამაყოა, ამ მომენტზე ვიძახი. არც ის ჯვრის მონასტერი საერთოდ უნდა ითქვას რომ რატომღაც ამ თემას არ აჟღერებენ ბოლო პერიოდში, თითქოს და მხოლოდ ერთადერთი კერა ქონდა ჩვენ იერუსალიმში წმინდა მიწაზე და ეს იყო მხოლოდ ვითომ და ჯვრის მონასტერი, სინამდვილეს ჩვენ ქონდა 22 მონასტერი იერუსალიმში, რომელიც არა მხოლოდ ასე ვთქვათ მონაზვნური მყუდროსამყოფელები იყო, არამედ საგანმანათლებლო ცენტრებსაც წარმოადგენდა ესენი. გარდა ამისა, ულუმბოს მთაზე, სინას მთაზე, ათონზე და ასე შემდეგ. ანუ ეს იყო ჩვენი კულტურის შემადგენელი ნაწილი. გარდა იმისა, რომ იყო ცხოვრების წესი და სჯული, ასე ვთქვათ. რაც შეეხება იმას, რომ ადამიანმა ზოგადად, აი მაგალითად ოპონენტიც, მოწინააღმდეგეც და მოწინააღმდეგეც და მტერიც ქრისტიანმა უნდა მოიაზროს თავის მომავალ მეგობრად და მხოლოდ ამგვარი დამოკიდებულებით შეუძლია რომ მას შეიძინოს ის მეგობრად. ანუ თუ ჩვენ შორის არის რაღაც სხვაობა და თქვენ მე მაკრიტიკებთ, მე მიმაჩნევ თქვენ ხართ ჩემი ექიმი და მითითებთ რაღაც ნაკლოვანებაზე. მაგრამ ფიქრობ რომ მხოლოდ იქიდან გამომდინარე არ უნდა იმსჯელოთ მე თუ თითი მაქვს დაუშვათ გაჭრილი ჩემს პიროვნებაზე. და არ უნდა მიწოდოთ მე სისხლმდინარე, მხოლოდ ამის გამო რადგან მე თითი მაქვს გაჭრილი. ანუ მე მაინტერესებს უბრალოდ აბსოლუტურად არაფერი დადებითი არ ქონდა ჩვენ საქართველოს ისტორიის ასპარეზზე. რა თქმა უნდა, ნაკლოვანებებზე კარგია საუბარი, მაგრამ პერიოდულად ნუგეშისთვის, მხნეობისთვის მოდი რა ვილაპარაკოთ იმ დადებითზეც და ის უბრალოდ იმ საფუძველზე ამოვაშენოთ ახალი ქართული სახელმწიფო და რაც ნაკლოვანი იყო ის გავიაზროთ, მოვინანიოთ, ქედი მოვიხაროთ ერის წინაშე, ღვთის წინაშე, პატიება ვითხოვოთ, დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი რომ ეს იყო შეცდომა. და გაუკუმართებულია ის დამოკიდებულება რომ დაუშვათ ბოროტებას ვიღაცამ ტაში დაუკრას, რა თქმა უნდა ეს არასწორია, იმის გამო რადგან ის ჩვენი ხელმწიფე იყო. არა, უბრალოდ ხო და ეს პათოსი კარგია თუ ეს პათოსი გამოძრავეს, მაგრამ ის რომ საქართველოში ქრისტიანობა არ იყო მოწოდების სიმაღლეზე, მე ამაში ვერ დაგეთანხმებით, იმიტომ რომ ზოგადად ეხლა თუ იმ გაგებით ვამბობთ რომ სამყარო ქარტეხილებით, გარკვეული წინააღმდეგობებით და გამოწვევებით არის ახსავსე, ეს რაც საკვირველია ასეა, მაცხოვარი არ შეიწყნარა კაცობრიობამ და ზოგადად ბოროტების სარბიელია დედამიწა და ამ ქვეყნიურ ეკლესიას ეწოდება ამიტომაც მებრძოლი ეკლესია. და ზეციურ ეკლესიას მოზეიმ ეკლესია ეწოდება ცათასასუფეულს. შემდეგ გავაგრძელოთ, მე მგონი გადაცემის არსი ძალიან კარგად ახსენე ამ წუთში, რატომ დღეს თქვენ ხართ ჩემი სტუმრები, იმიტომ რომ საკუთარი წარსული გავაანალიზოთ და გავიკოთ ვინა ვართ და რა გვაქვს გამოსასწორებელი თუნდაც. გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. მოგესალმებით პირდაპირ ეთერში ხართ. არის გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. ტელეფონის სატელეფონო ზარი შემოვშოთ თუ შეიძლება. მოგესალმებით პირდაპირ ეთერში ხართ. მოგესალმებით. ამ მეს მინდა გითხრათ რომ
სულაკაურის სიტყვები და სანამ სიტყვა აქტდება დაფიქრდით მისთვის ვარდებობ ჯერ საქართველოს გიორგი ჯერ საქართველოს ვახდენო თქვენი დაახერხეთ რომ აქედაც დავბოდი კიდეც დავბოდი არაღი დავბოდიო გამოდიხარ კიდევ აქ ლაპარაკობ თქვენ ქალბატონო ვინ გამოგხავთ ცოტა იფიქრეთ რა ამაზე არა ხალხის გაღიზიანებაზე კი არა საქმე ეხლა ახალგაზრდები უსმენენ რომლებიც უგუღმა გაიგებენ იმას ყველაფერს ერთი წუთი გიორგი დაწმარდი ეცით რა არის მე მგონი აქ არის ოპონენტი ეთერში და საკმაოდ კარგად ახერხებს ოპონირებას გიორგი მერეჟიანის და ნუ გადაგაქვთ რას ნუ გონია ცალხრივ არ არის გადაცემა ასე რომ თუ არ გსურთ ნუ მოусმენთ მე მგონი აზრის გამოტანის უნარი გვაქვს ყველას გისმენთ გიორგი აგზელებდით რა საუბრობდით ამაზე და უბრალოდ მე ვფიქრობ რომ ზედმეტი ისტერია დრამატიზირება და ტრაგედიების დადგმა არ იქნება უპრიანი ამ გადასახედიდან კიდევ გავიმეორებ და შეგახსენებთ რომ ეს ძალიან კომფორტული პოზაა რომ ისტორიის სიგრძეზე საუკუნეების შემდეგ ისაუბრო და გარკვეული კორექტივები შეიტანო. რა თქმა უნდა ჩვენ არ ვიცით რა რეალობა, რა სინამდვილე, რა წინააღმდეგობები არსებობდა რეალურად თუნდაც დავითის ეპოქაში. და რამხელა წინააღმდეგობები ჰქონდა დავითს თუნდაც მაშინ როდესაც მან ეკლესიის განწმენდა მოინდომა ისევ სასულიერო დასიდან, გარკვეული ნაწილიდან. და რასაკვირველია იყო საეკლესიო წრეებშიც აზრთა სხვადასხვაობა იმ პერიოდში იყო როგორც პოლიტიკურ ისტაბლიშმენტშიც განსხვავებული ხედვები, მაგრამ მთლიანობაში ეს იყო ყველაზე ოქროს ხანა, ყველაზე დიდი რენესანსი საქართველოს ისტორიის სიგრძეზე, დავითის ეპოქა ოქროს ასოებით არის შესული და ფიქრობ რომ ამ გადასახედიდან მაინც მადლიერი უნდა ვიყოთ რომ დღეს იმ ფესვებზე ასე თუ ისე ყლორტებად შემორჩა ქართული გავიტანეთ თავი. შენ უწოდებ რაღაცა პატარა ჯუჯა იმპერიას, ხო? ახლობით ასე არ გიკვირს როგორ გავიტანეთ თავი, როგორ გადავარჩენეთ სულიერი სიმტკიცე. მე მარტო უფლის იმას ხევს ხედავ. ღმერთის ნებით. თორე ჩვენ ყველაფერს ვაკეთებითო თავი არ გაგვეტანა. საუკუნეები ვიყავით ხოლმე ესე თქვენ ციფრებზე საუბრობდით და რიცხვებზე. დავითის ეპოქაში საქართველოს ყავდა 50000 ბერი. სულიერი თვალსაზრისით რომ იმჟელოთ, თქვენ წარმოგიდგენთ ამ ხელა არმია მლოცველთა. ეს არ იყო მხოლოდ უბრალოდ უფლის მხრიდან, რა თქმა უნდა, უფალი უსაზღვროდ მოწყალეა და მოსიყვარულე, მაგრამ გარკვეულწილად მოიმუშაკა ქართველმა ერმა იმ დროისათვის ეს მადლი და ერთგვარად დაიმსახურა კიდეც თავისი ასე ვთქვათ მოღვაწეობით. ამ მინუსებს ეს ანეიტრალებდა ეს დაბალანსდა. ხო, ეს შეიძლება რა, მაგრამ არ შეიძლება მინუსებს ვარ ვიცხოვრო. არა, ცხოვრობს მინუსები. ვერ მივხვდი გიორგი. აი გააკეთ პარალელი, მაინტერესს გააკეთ პარალელი. აკაკი ბაქრაძეს აქვს დავიწყებული იდეა მესიანიზმის ეხება ზოგადად ეს პუბლიკაცია წერილი, სადაც არის აღნიშნული ის რომ საქართველოს ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, რომ გრალის თასი საქართველოში ინახება, რომ მაცხოვრის კვართი ღვთისმშობლის კვართი და უამრავი რელიკვია და სიწმინდეები და იგი წუხილით აღნიშნავს რომ აი ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ამას მივტირით და სამომავლოდ აწმყოში არ ვისარჯებით იმისათვის რომ ნათელი ხვალინდელი დღე ავაშენოთ. რა თქმა უნდა ეს დამღუპველია ზოგადად ეხლა ჩვენ ხშირად ალბათ ქართულ სინამდვილეში სუფრაზე თუ საზოგადოებრივ თავყრილობის ადგილებში მოგვისმენია ასეთი განწყობები რომ აი ამ ჯიღის გულში ჩაცემა და ასე ვთქვათ ურაპატრიოტიზმი ეს არ არის სწორი, ეს რა თქმა უნდა არის ფანატიზმი ზოგადად ეს არ არის ჯანსაღი რომ სახარების ადგილი დაიკავოს ქართლის ცხოვრებამ. რა თქმა უნდა ეს არასწორი იქნება, იმიტომ რომ თუ კი ქრისტიანულ თვალსაჩინით უყურებთ სამყაროს, ზენაციონალურია ქრისტიანობა, მაგრამ მეორეს მხრივ რომ უფალმა შენი დამღა ბიოლოგიური მოგანიჭა და ხარ ქართული, რა თქმა უნდა დაჰპოფინებდი ამას და ის ცუდი რაც არის, ისევ შენთვის ჯობია რომ გაანალიზო და გადახარშო და უგულებელყო, ეს ერთგვარი აღსარებაა ეს ცხოვრება, ასე ვთქვათ. და არავინ არ არის დაზღვეული, სწავლობ უბრალოდ, დიახ. ეს მოსული რომ აი შეუცდომლად გაიარეს ცხოვრება. კი არ უნდა ჩაუსაფრდე ამ მდგომარეობას. ეს უნდა გეტყობოდეს რომ განიცდი რომ ტკივა ეს და ტკივა აშკარად ტკივა. არა, გიორგიზე არ ვამბობ, მე მჯერა რომ მას აწუხებს. მე ვიცი რომ მას აწუხებს, პიროვნულადაც ვიცნობ და დარწმუნებული ვარ რომ ის განიცდის ამას რომ დაუშვა დოდესღაც რომელიმე მეფე შეცდა რაღაცაში. მაგრამ საზოგადოება არ არის ყოველთვის მზად იმისთვის რომ ასეთ თემებზე ხმამაღლა საჯაროდ ეს გადაცემა ამის დასტური საჯაროდ ამ თემებზე საუბრის, თუმცა ჩვენ მაინც გავბედეთ. მე იმედი მაქვს რომ ორი გირის ხარ დამატყდება თავს მაყურებლის გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. ალო. მოგესალმებით. ალო.
მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ხართ. პირდაპირ ეთერში ვარ? დიახ. ეს უკაცრავ. ორი საღამოა. დიახ, ორი საღამო. დაუწიებ თუ შეიძლება, ქალბატონო ძალიან თვალყურს ვადევდე თქვენ გადაცემებს. ორი საღამო. თუში საღამოს იყო ვინმე ლეია გამრეკელი და ზაზა სვანაძე. არა, რატო? ნუ ყვირი ხართ, ქალბატონო, ჯერ გადაცემას დაუწიეთ, ხმა ისმის პირდაპირ ეთერში, მაგრამ ნუ ყვირი ხართ ისმის თქვენი ხმა. არა, მე ხმა ჩაუწიე და იმიტომ. ხო. აი გუშინდელიდან რაც დაიწყო, მანამდე არ ვიცი რა იყო და გუშინდელიდან რაც დაიწყო. რა დაიწყო? არ ვიცი, არ მიყურები ამ გადაცემას. ბატონ ზვიად გამსახურდიაზე, ქალბატონი მანუნა არჩაძე გამსახურდიაზე, ესე იგი სიცრუის, სიბინძურის გავრცელება, აი იმის გაგრძელება. უკაცრავთ, ქალბატონო, ერთით მომისმენთ, ვინმე ზვიად გამსახურდიაზე საუბრობს ახლა? ქალბატონო, ვინმე ზვიად გამსახურდიაზე საუბრობს ახლა? ეხლა რო არ საუბრობთ, ეს ობიექტივი თავად იცით რა, თქვენი რეჟისორი არის ედუარდ შევარდნაძე. კარგი, დიდი მადლობა. აი ეს დიდი მადლობა. კარგი, მადლობა. ჩვენ უნდა ვიტანოთ დღეს ეს თავდასხმები, იმიტომ რომ ჯერსტი გიორგის ფიგურა ზიადისტებთან რა, ზიადის თემაზე არ გამოგონა. ესე იგი, ეს ქვეყნის პირველი პრეზიდენტი. ხო, რასაკვირველია. პატივისცემად უნდაც ტრის გმართებს. საერთოდ მიყვარს პრეზიდენტები და თუ შენთვის ისტერია. ხელმწიფეები. ესე იგი, ერთ რაღაც მოყვები რა, ხა და როგორც ქრისტიანული თვალსაჩინოდან შეხედე ამ შემთხვევას, ასაც ახლა მოყვები რა. ესე იგი, აი მე ერთ კითხვას დაგისვამ და შემდეგ თუ შეიძლება. აი თქვენი აზრით რას ნიშნავს მაცხოვრის სიტყვები, რომელიც თქვენთვის ძალიან ავტორიტეტია და ღმერთია. მივცეთ კეისარს კეისრისა, რაში მდგომარეობს? ბოდიში და მიაშავე რა თავისი მისაცემი რაც ეკუთვნის კეისარს და შენ თავს მიხედე, იმიტომ რომ კეისარს უფეხებზე კიდიხარ შენ. ხო და რა კონკრეტულად ყოლს ეკიდე. აი ეს რაც უნდა გადაუხადო ეს გადასახადი, ის გახადე მიეცი. გადასახადს უკაცრავად და შენი მოსახლეობა არ არის ამის როგორ მიეცი და მოიცილე რა, იმიტომ რომ კეისარს რეალურად კეისარს იცილებ გიორგი რა. ხო, მე ცოტა განვავრცე, მაგრამ მე მესე გავიგე სიტყვები რომ კეისარს მიაშავე თავისი და იმიტომ რომ კეისარს შენ პრინციპში არ აინტერესებს როგორ ცხოვრობს და უმრავლეს კეისრებს რა 99% ფეხებზე კიდიხარ ახლა 20 წელი ამას ამტკიცებს საერთოდ სახელმწიფო როცა ადამიანი ხელმწიფეა პრეზიდენტია რაღაცა ისინი სხვა განზომილებაში ცხოვრობენ ისინი აზე არიან შენ როგორ ცხოვრობ და სულ არ ტკივა შენ სატკივარი თუმცა გამძღარი შიერს ვერ უგე ხშირად დაკონკილ დაძონძილი გადიოდნენ ეს რომ მაგალითად ჩემთვის ავტორიტეტია უდავოდ რა არაფერი იმპერია არ შეუგრია მაგრამ უდავოდ ავტორიტეტი მაგრამ მე სხვა რაღაცა მინდა მოყვე მაინტერესებს შენი რეაქცია რა ოპონირებას გამიწევ ეხლა მე ესე ვიძახი რომ აი წარსულის ჩემი ცოდვები თუ არ მოვინანია და არ დავარქვი შავ-შავი თეთრი მე ეს მოუყვება სულ და იმედურად იმის ვიმეორებ ეხლა მე მოუყვები შემთხვევას რომ გიორგი ჩამომიყალიბე ძალიან გთხოვ შენ ქართველი არის მთავარ შეცდომად რას თვლი ცოდვად იმიტომ რომ ძალიან ბევრი მაგალითი მოიყვანა და მე როგორც ვთქვი ერთ თემამდე მიდიხარ მთავარი აი ხა მე მოუყვები ერთ მაგალითს რომ საუკუნეების განმავლობაში შენ არის გიორგი და მე რეკითხე და გაარკვე რა საუკუნეების განმავლობაში ქართველ ერს ჰქონდა წესად ტყვეების ხოცვა ქრისტიან ერს ჰქონდა ეს წესად და მე მაინტერესებს ეკლესია რატომ მაგაზე ხმას არ იღებდა ესე რა აი განამდვილებით იცით რომ არ იღებდა ხმას ხო რაღაც არ გამიგია მე გამიგია რაღაც დალოცა გაამზარა მხედრობა მე შეიძლება მეტანიებს ადებდან რაღაცა მაგრამ მე არ გამიგია რომ ეკლესიას თქვა საუკუნეების როის ხელმაიც ხონდა ხო შემთხვევა რომ ეკლესია აღუდგა წინა დემეტრე მეფე თავდადებული რომელიც არის წმინდანად შერაცხული დემეტრეს ძალიან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს კათოლიკოსთან და იმ პერიოდისათვის ყოველთვის იმიტომ რომ ჯერთი სამი ცოლი ყავდა და ამის გამო მას უთანხმება მოსდიოდა საეკლესიო წრეებთან და ამის გამო კათოლიკოსი მას ხშირად უწყრებოდა და შენიშვნებს აძლევდა. ანუ არის რაღაც მომენტები, რაც ჩვენ არ ვიცით, ასე ვთქვათ. ასე ძალიან რთულია ილაპარაკონ, რომ ეკლესია არ შეაგონებდა არაწყვეტი და რჩევა დარიგებებს და არ ამხელდა. ამხელდა მეფეს და არ ქონდა ურთიერთობა და წარხოცა მოწამეობრივმა სისხლმა მისი ცოდვები უბრალოდ და ეკლესიამ შემდგომში წმინდანად შერაცხა. ასე რომ მე პირიქით შემიძლია ხა სხვა ფაქტები მოვიხმო დაუშვათ. თუნდაც მეფეებს რა ჰუმანური დამოკიდებულება მაშინ დღევანდელი შეიძლება ეხლა ნუ ჩემი ღმერთმენით ეს ესეა ზემო აფხაზეთში დაიჭირეს 14 აფხაზი ჯარისკაცი აი ეხლა მიშას ჯარებმა ზემო აფხაზეთში დაარქვეს იმის მერე ამ 14-ში ორი აღმოჩნდა რუსის ასტავნოე პოლკოვნიკი
იმ თორმე რომელიც ასწავლიდნენ ამათ რა რაღაც პარტიზანობას რას ასწავლიდნენ ეს საქართველოს სახელმწიფო ვერ აგებს ხელისუფლების მე მაინტერესებს ამას რატომ დააქვს ეკლესია არა მაცალ საქართველოს სახელმწიფო ჯარმა ეს ორი პოლკოვნიკი საშინელი წამებით მოკლეს მე ვნახე ფოტოსურათები მოსკოვში ვიყავ მაშინ ბაგაშვილი გამოვიდა და შეხედეთო ეს არ არისო ფაშიზმიო რაღაც არანორმალურად წამებით მოკლეს ამაზე არც ქართველ ერთს ქრისტიანი ერთს ხმა არ მოუღე მე არ გამიგე მაგას რამე რეაქცია მოყოლოდა რა მნიშვნელობა აქვს ის რუსი იყო ვინ იყო არ შეიძლება ტყვეების ხოცვა და წამება რა თქმა უნდა და მე არც გამიგე ნუ მე თუ გავიგე ხა ტელევიზორში და რეაქცია არ არის საზოგადოებრივი ამას მიეშვეთვას სასტიკი გიორგი ამის დამტკიცება გინდა გენეტიკურად გახვდა სასტიკე მე ხარ რუსეთში ნამყოფი ვარ ხო მე არ მინახია ქართველ სამართალ დამცავებზე უარესი მე არაფერი მინახია ცხოვრებაში ქართველის მიმართ ოიქცევა სასტიკად მე ესეთი არსად არ მინახია არ მინახია ხა მოსკოვში ცხოვრობდი 20 წელი და მე არ მინახია ის დამოკიდებულება რაც აქაა ქართველის მიმართ აი პოლიციას რო ეძახიან ჩემ თვალში მაინც მილიცია იმ მილიციას ადამიანის მიმართ ციხეში ვიჯექი 6 თვე მე რაღაც საშინელებები ვნახე ესეთი რაღაცები არ ხდებოდა ესეთი დაუნდობლობა თუმცა არც ისეთები ხდება სოფლიო პრეცედენტს დაუშვათ გულისხმობა აგერ როგორც იოსებ ჟორდანიამ გააკეთა ბავშვს დაუთმო სავარძელი ხო არა ესეც ქართველი იყო და საქართველოს სახე იყო ისეთი სოფლიო აი მაგენი შვენიან ზუსტად ეს თითოეულ ადამიანები ვეძახი მაგას ერში გავნონ მარგალიტებს თითოეულ არიან და ის 50000 ბერი ოყავდა ესენი აბალანსებენ მაგრამ დღეს ეს ბალანს მე ვეღარ ვხედავ უკვე და იმიტომ ჩვენ მდგომარეობა კატასტროფული სიტუაციაში ვართ უკაცრავად ბატონობა საინტერესო საუბარი უნდა შეგაწყვეტ რაც მერელი ახალზე შემოუშვათ მოგესალმებით პირდაპირ ეთერში ხართ მოგესალმებით პირდაპირ ეთერში ხართ ალო მოგესალმებით მეთქი გისმენთ ბატონის ეხლა კარგად ვიცი ან ზე უწერი ან შვილი მაგრამ მაგის წინაპარი ქართველი არისო და მაგრე იმიტომ ლაპარაკობს აგრესიული არის წინდა-წინეთყობა ეს გარანტირებულია მაგის წინაპარი იყო რომელიღაცა იქ შახაბასის დროინდელი უფრო ეთყობა ჩვენმა წინაპარმა იმას მოუკლა ვიღაც წინაპარი და ახლა გადმონაშთილი მე 15 თაობა ლაპარაკობს ამ თვალზე ჯერ ესეთი თუ დაუკითხია მაშინ კახეთში 300 წელი დედაკაცებს რო ტრიკუარი ესა მოყვეს და 100000 დობით რო ჩვენებს თავები დააჭერენ სტატისტიკა თუ მაინციდე ვინ მეტი დააჭრა გამოდის აქ ვიღეცა ურჯულო და არა უნდა გასცე პასუხი აუცილებლად შენ ვინახარ ან საერთოდ თუ ყოფილა სადმე ან ზიარებაზე ან აღზარებაზე თვითონ თავის ხელით მოგაჭრიდა თავს გამოდიხარ კარგით ბადლობა გიორგი ძალიან დიდი გაღიზიანება არა გავცე პასუხს რა ნუ თუ ძნელია ქრისტიანმა ადამიანმა გაიგო რა არა აქვს მნიშვნელობა სხვა რას აკეთებს შენ რო ხარ ქრისტიანი შენ არ უნდა იკადრო იგივე არა აქვს შენ მნიშვნელობა ხა სპარსელები მოვიდნენ რა გააკეთეს მე არ მინდა რომ მე გავაკეთოთ ჩემმა ერმა გააკეთოს გესმით ქრისტიანობა ელემენტარულია რა შენ არ გამართლებს ის იმა რა გააკეთა ეს არ შეიძლება შენ გასამართლებლად იქცეოდ არ ამართლებს ეხა იმ ვანოს ჯარებს რომ ის ორი პოლკოვნიკი როა წამებით მოკლა არ ამართლებს იმას რომ აი მერე ზემო აფხაზზე დაიკარგა ჩემი ღმარწმენი ზუსტად მაგიტომ დაიკარგა არა აქვს მნიშვნელობა რამდენი მთავარია როგორ შენ რო ტყვეს აწამებ დღეს და კლავ წამებით და საუკუნეებრო ყელებს აჭრი ხო ნუელი მერე შენ ურაფეს კარგს მე ესე ვფიქრობ რომ მაგის ბრალია ესე დღეს შევართ ესეთ კატასტროფულ მდგომარეობაში რატო ვართ გენეტიკურად დაგვიგროვდა სიბოროტე ხო და ეხა ჩვენ წარსულით ვიამაყოთ და მაგი გვიშველის დღევანდელი უნდა ვიცხოვრო და წარსულში შავი რა თქმა დავარქვათ შავი კი ბატონო შავს დავარქვათ შავი ჩვენ ეს ისედაც ვიცით დავარქვათ თეთრით და ჩვენ ამით ვამაყობთ და ყოველთვის ვიამაყებთ ერთ-ერთი მსმენელი შემოგვეხმიანა და გითხრა რომ ჯერ ისედაც ძალიან ბევრი ებრძვის საქართველოს ეს მომენტი მართლა არის რა ეხლა კახური ჩურჩხელები სხვა ეროვნების ჩურჩხელებად საღდება და არის ესეთი მომენტებიც ფიქრობ ვის ებრძვის ქართველს რომ ებრძვის არა ჩვენ ეს გამოთქმაცვალ ქართველს უძავს ისე ვერავინ ვერ მოგვერება ესეც გვაქვს გასაგებია ვერ მოგვერება შენ თუ არ ჩვენ სახელმწიფო გვერდზე თავის ყველაზე დიდი მტერი თავად ხარ ადამიანი გასაგებია სხვას უეძებ დამნაშავეს არა არავინ არ ეძებს რამდენად დღეს ამ თემის ასე რადიკალიზება ასეთ საშიშროებას ხედავ საზოგადოებაში გიორგი რომ წარსულის გაუცნობიერებლობას მიყავს დღევანდელ დღემდე თუნდაც იქამდე რომ ვერ შექმნა ნორმალური სახელმწიფო ამერმა დაგროვდა ეს სიბოროტე
დაგროვდა და ეს ყველაფერი მიგვიყვანა კატასტროფამდე უკვე. ხოლო ჩემს არ აქვს ესე იგი ადამიანი სწორად არ ცხოვრობს, თუ არ ცხოვრობს სწორად, მომავალში სიკეთეს ნუელი რა. და იგივე ითქმება ერზე. ერი რომელიც ადრე თუ 50000 ბერი ყავდა, ეხლა აღარ ყავს ეს 50000 ბერი, რომელიც ამას აბალანსებდა და რაღაცა დადებით გაიზარდა ქრისტეს. კი, ისეთ მაგაზეც ეხლა კიდე სალკე სალაპარაკოა კიდე ზედაპირულად რომ სანთლებს ანთებენ და შეიძლება ეს არ ვიცი გიორგი მას გვიპასუხოს ის არის მომავალი თეოლოგი რომ შეიძლება ეს გზაც არის გასავლელი რომ მიხვიდე ტაძრამდე შენ არ მისულ ხარ არ ეზიარები ხო ვიცით ეს ჩვენ საერთოდ ერთი ასე უცხოელობა უნდა ებრძოლო საკუთარ რა თქმა უნდა ეხლა მე ვეთანხმები იმაში რომ რაღაც შურს წავიდა ჩვენმა უახლოესმა წინაპრებმა საქართველოში 900-მდე ტაძარი დაანგრიეს და რეპრესიები განახორციელეს სასულიერო პირების წინააღმდეგ და აწამებდნენ ხრეწდნენ და ძმა-ძმას არინდობდა და შვილი მამას. ეს იგივე ქართველები არიან და ჩვენ მარტო ეს ჩვენი თანამემამულენი იყვნენ. კავშირის ბოდიში გიორგი საბჭოთა კავშირზე გადაგვაქვს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ის ახლანდელია ვიცით ჩვენ თავზე განვიცადეთ და არ მოგწონს, რასაც აკეთებს გიორგი ბერეჟიანი მაგალითად, როდესაც მას გადააქეს შუა საუკუნეებზე, იმიტომ რომ ჩვენი მითმართლობა ამაყობთ და ის ჩვენთვის რაღაც ხელშეუხებელია, თუმცა არ ყოფილვართ იმ ცხოვრობდი, არ ცხოვრობდი ჩვენ რეალურად და არ ვიცით რატომ ხდებოდა ეს ყველაფერი. ანუ მსმენელმა და მაყურებელმა ბოლოს და ბოლოს გაიგოს, რატომ იყო ეს გადაცემა საერთოდ რის გაკითხვის ისინი შეგოს ჩვენ რა ვთქვით ამ გადაცემით ჩვენ თქვით საფრთხე ძალებს ვეღარ შემოვშებ 5 წუთია დარჩენილი გადაცემით დასრულება მე ვფიქრობ რომ ჩემი განწყობა იყო მე შეიძლება ოპონირებას უწევდი ბატონ გიორგის მაგრამ არ მქონდა ნამდვილად პიროვნული დაპირისპირების სურვილი მასთან და რაიმე პაექრობისა სიტყვაში მე ვფიქრობ რომ მას აწუხებს გარკვეული პრობლემები ეს ნორმალურია ეს ადამიანურია ჩვეულებრივია რამე თუ იგი ისტორიის სიგრძეზე ხედავს გარკვეულ ნაკლოვანებებს და პრევენციის თვალსაზრისით მას აქვს სურვილი რომ ჩვენ გავაანალიზოთ ის წარსული შეცდომები უბრალოდ ხმამაღლა მე ახლა მის ადვოკატობას არ დავიწყებ მას არა არ ჭირდება ადვოკატობა მან საკმაოდ საინტერესო თემა წამოწია რამაც მე დამაინტერესა და მე მიმაჩნია რომ ჩვენი ხსნა არის სინანულში ჩვენი ხსნა არის სწორედ დანახვაში ჩვენი პრობლემებისა და ქართველი ერი არ უნდა დაემსგავსოს იმ ყეყეჩ თავთავს იმ ამპარტავან არსებას რომელიც თulis რომ ღმერთია მასთან ვალდებული და არა პირიქით ვიდრე ასე ვიქნებით ვერასოდეს ჩვენ წარმატებას ვერ მივახცევთ უკაცრავად გისმენთ ალო გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ თუ შეიძლება რომ დაუწიოთ გისმენთ ეხლა მე ახლა თქვენ გავაკრიტიკებთ რუსა და არც გიორგის მithumetes გიორგის კი გავაკრიტიკე გიორგი ჩემი მეგობარია მე დათოვარ მხეიძე ეხლა გიორგი რა მინდა ისე გიქნა რაგი მე ახლა შეძმაო რა გადაიდე ნახევარი თბილისი არ არის რა შენი საქმე ისტორია და დაანებე თავიდო ვიგი ხერტი რო ისა რა ქვია ქართველების წესი იყო ხელისაჭრელი საწოიში ხერტი რო კაი თუ არის მე აგიხსნი როგორ არის და სად არის ავარი კი უნდა ვიამაყოთ ბიჭო იმითია ვარის იამაყოთ ზება შემოგარგო რა არ უნდა იამაყო არაფერს რა გიორ დათო უკაცრავად რა მე მგონი თუთბერიძის შედარება ცოტა ისეთი იყო რა გისმენთ დათო გეხვეწებით დათო დაუწიე რა ცუდი ხო მაგრამ ახლა გია ლაპარაკო შემეხა სუფთა თუთბერიძესავით რა იაფასიან პოპულარობა რაღაცა სისულელე სიტყვი და მაგითი გინა აჩოქები დაიწყო როდო კარგი დიდი მადლობა მათი მაგას სახში მოლაპარაკები მაგას არა გასაგებია ტოებით აი არაფერს არ ვამაყობ არ წარსულით არაფერს არ ვამაყობ და არავითარ ნაკლებად არ მიყვარს საქართველო და ვერავერ შემიჯიბერ მე საქართველოს ვიყვაროში ყველგან მე ვარ გამოკვეხილი სადაც რამე ხდება ყველგანა ვარ აბსოლუტურად ერთი არ ყოფილა საქართველოში რაღაც უბედურება რომ მე იქ არ ყოფილიყავი და რომელე მოვიდა მე შემეჯიბროს და სულ არ მჭირდება მე ხა მერთი მყავს ქრისტე მყავს ცხოვრობ დღევანდით მინდა რომ დღევანდელი დღე სწორად ვიცხოვრო და არ მჭირდება მე საერთოდ სიამაყე რა არ მჭირდება მე აღთოვანებული ვარ პიროვნებებით რომ მე საქართველოს ყავდა იმდენი სოფლიოში არავის არ დაესიზრება მაგრამ არ მინდა რომ ვაფშე წარსულით ვიცხოვრო რა და არ მინდა არაფრით ვიამაყო სად გინახეთ ვაფშე დათო მხეიძე რომ მირეკავს ეხა ერთი რაღაცა მარტო იქ დარჩა სიამაყე რა გაამაყებთ კატასტროფის წინაშე ვდგევართ
ქვეყანა თავზე გვემხობა და თქვენ ამაყობთ დავით აღმაშენებელი შედიოდა გაშლილ დროსებით ერუსალიმში. რა სარუკურდებით რომ ჩვენ შეიძლება ზუსტად ისევე ვიქცევით როგორც მაშინ თუნდაც ისინი იქცეოდან ვინც შენ დღეს არ მოგწონს ამ საუკუნეების გადასახედიდან გიორგი ბოლოს სიტყვა გისმენთ. არა მე უბრალოდ იმას ვიტყოდი რომ უნდა დავცხრეთ დავწყნარდეთ დამშვიდეთ ამის გამო არ ღირს რა თქმა უნდა ადამიანების შეურაცხყოფა და დამცირება ყოველას თავისი კერძო აზრი აქვს და ეს მათი ფუნდამენტური უფლებაა და მით უმეტეს მეჭი არ მეპარება გიორგის სამშობლოსადმი კეთილგანწყობასა და სიყვარულში და ერთია რომ კიდევ ვიმეორებ ძალიან რთულია ისტორიის სიგრძეზე დღევანდელი დღიდან საუბარი კრიტიკული თვალსაზრისით და თუ მაინც ეს უნდა იყოს ტკივილიდან გამომდინარე და ვიღაცამ შეიძლება ეს მისი პათოსი არასწორად გაიგოს და ჩაუსაფრდეს ქართულ ლერს და რაღაცა გარკვეული ჩირკი მოსწოს. ხო, ასე არ არის ნამდვილად რა თქმა უნდა და ჩვენ დასკვნად უნდა გამოვიტანოთ, უნდა მოვიხაროთ ქედი და უნდა თქვათ, რომ ჩვენ ცოდულიერი ვართ, ჩვენ ძმათა შორის სისხლი დავღვარეთ, თუნდაც 90-იან წლებში, მე 25 წლის ვარ და არ გამიხარია საერთოდ ჯერ, იმიტომ რომ მე მახსოვს როგორ ააწეოკეს სამეგრელო, როგორ ააწეოკეს აფხაზეთის შიდა მარადიორობა მახსოვს ქართული ადამიანების. ეს რა თქმა უნდა მოგვეკითხება ჩვენ და ამის გამოა იქნება რომ ეს ხელისუფლება უფალმა დაგვისვა მეუფეებად და ასე ვთქვათ მართლებად. მეუფეებად გულისხმობ საერო მართლობას და არა საეკლესიოს, დიახ. და არ არსებობს ხელმწიფება გარმა ღვთისამია. რა ცოდები გვეკითხება, გიორგი, ხო, რეალურად, რა ცოდები გვეკითხება? უპირველესი დედა ცოდვისა გახლავთ ამბარტაუნება. ეს არის ასე ვთქვათ სათავე და შემდეგ მეტასტაზებია დანარჩენი სხვა. და ეს არის რომ ჩვენ ამით ყოყოჩობთ ჩვენ თითქოს და რაღაცა ღვთიურჩეული ერის რანგი გვაქვს მორგებული და სინამდვილეში ძმას არ შეუძლია ძმა დაინდოს, სიბრალული არ შეგვიძლია ჩვენ, თანაგრძნობა, სოლიდარობა არ შეგვიძლია. შეჯიბრი ვინ უფრო მეტად გამოხატავდა აგრესიას რესპონდენტის მიმართ. არა, შესაძლოა ხო? და ამით როგორ უყარს სამშობლო. და მაგათ სამშობლო უყარს რა. მაგეთ ახმობა და ეს პირველ რიგშია ჩასახშობი ჩვენ თავში, იმიტომ რომ ეს გადაცემა შედგა თუნდაც იმიტომ და უნდა შემდგარიყო რომ თქვენი ინტერესი გამოიწვია და დარწმუნებული ვარ დღეს შეიძლება არა სამივეს გვაკრიტიკებთ ეთერში, მაგრამ ხვალ მიხვდებით რომ რაღაცები ჩვენ წარსულში მართლა უნდა გადავხედოთ ამ რაღაცებს და დავფიქრდეთ, რამდენად სწორად ცხოვრობდით, რამდენად სწორად ცხოვრობ და რამდენად სწორად შეგვიძლია შევქმნათ სახელმწიფო, რომელიც ასე ძალიან არ უყვარს გიორგი ბერეჟიანს, თუმცა უკეთესი ფორმა მართლობის და საზოგადოებას ცხოვრებისთვის არ მოუფიქრებ ეჭემო გიორგი ასე რომ სახელმწიფო შეიძლება იყოს მორალური, ძლიერი, მყარი, ქრისტიანული, ჩვენ ეს უნდა შევძლოთ. თუ ვართ ასეთი ძლიერი, მოდით და შევძლოთ, არ ვიცი რა ვიცი. გიორგი ტიგინაშვილი, გიორგი ბერეჟიანი, დღევანდელი სკანდალური გადაცემის სტუმრები, მე გახდე ჟურნალისტი რუსი კომუნიკაცია, ხვალ ისევ შევხვდებით ერთმანეთს.